ბელია ეთერში გისმენთ? ალო. გისმენთ დიახ. ეთერში ვიყავთ შე? თქვენ ეთერში ხართ? რა კაია? ბოსტნეული ერთგვარი ბახჩეული კულტურა 800. ხო, ღომი. ობაცავთ ვერ გავიგე? ღომი. არა, ღომი არა, სამ ღომი 400-ა, აქ არის 800. ორი საინი ღომი მაშინ. სამწუხარო პასუხი კლავ არასწორია. სამწუხარო პასუხი. ხალო მოდი აქ. მოდი გოგო, მოდი. არასწორია, ელზა, მოდი აქ. რა? ისა 800. 8? დიახ, რა. კალოჩე მაინც რა სჭამდი ზაფხულზე შენ გოგო, მოდი. ჰა? ხო, საზამთრო კალოჩე. და როგორ გაიმეორეთ პასუხი? საზამთრო კალოჩე. სამწუხაროდ პასუხი არასწორია. სწორი პასუხი იყო საზამთრო. დიახ. თქვენ ძალიან ახლოს იყავით აშკარად. აი ყოლა რომ თქვენ რატო კაცო ამ კალოჩე საზამთრო მე? თქვენ თქვით საზამთრო კალოჩე. ეს არის საზამთრო. მიოდი ეს დეტალი მოხამო. ელზა გოგო, მოდი ესენი ჩემზე აფერისტები ყოფილან კალოჩე. გადავშენ კადოჩე რა არქი არის ეს კადოჩე არ უყურებს საერთოდ. კარგად ბრძანდებოდეთ თქვენ ტელემაყურებლებო, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გააგრძელოთ თამაში დარეკოთ. ეს ყველაზე ადვილი თამაში, ყველაზე ადვილი თანხა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ. ძალიან ადვილია. 100 ლარი თქვენია პლუს სუპერ თამაში. ტელეფონის ნომერი და სიტყვა. ახალი სიტყვა. ფრინველის სახეობა. ფრინველის სახეობა. პირველი ასო ხ, მეორე ვ. გადავთ რა კარგია, მე თვითონ გასვათ მინიშნება ხ-ვ. გააგზავნეთ. ფრინველი ხ-ვ. დარეკეთ, წაიღეთ 100 ლარი. დარეკეთ და წაიღეთ 100 ლარი. დიახ, ეს ძალიან აქტიურები ხართ, თქვენ მე ძალიან მიხარი რომ ეს აქტიურები ხართ. ხელოდები. დიახ, და ტელემაყურებელია ეთერში გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. ძალიან კარგია რომ ხანდაზმულებით რეკავენ გისმენთ. ეთერში ვარ. რა თქმა უნდა ეთერში ხარ. ვაი, როგორ ციქლა. ესე იგი პენსიას ვაგროვებდი 3 წელი. ძლივს 248 ლარი მოვაგროვე. ხო და 124 ჯერ დავრეკე. 124 ჯერ დარეკე. 124 ჯერ. თქვენ გამხვრიფეთ და გამანადგურეთ საჭმლის ფული აღარა მაქვს ეხლა. ხო და რახან მოვხდი და ბოლო კაპიკები შემი ძლივს გამოვედი. სწორი პასუხი. მარმინდა ისე წავიდი ამ ქვეყნიდან რო არ ვიცარგებლო შემთხვევით და გითხრათ რომ თქვენი გადაცემის დედა თქვენი დედა ძალიან კარგია რომ დარეკეთ. მაგრამ სამწუხაროდ პასუხი არასწორია.